მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს პროტესტის წინააღმდეგობის 21 დღე არის, მას შემდეგაც ირაკლი გოგახიძის გამოსვლა ნახეთ. მე კიდევ თუ მაგ ვიწყებ ხოლმე გადაცემას, მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში ასეთი პრეცედენტი, როდესაც 21 დღის განმავლობაში ქართველი ხალხი უწყვეტად აპროტესტებდეს რაღაც მოთხოვნებზე იყო შეჯერებული და ეს მოთხოვნები გაჟღერდა არაერთხელ. მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ერთადერთი ეს არის ახალი არჩევნები და დღეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც ვიხილეთ ევროსაბჭოს, სადაც იგივე მოთხოვნები გაჟღერდა, იმიტომ რომ ვიმყოფებით ისეთ კონსტიტუციურ კრიზისში, სადაც გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ რჩება ახალი არჩევნები და მიხარია, რომ საზოგადოება შეთანხმებულია ამ იდეის გარშემო. ძალიან ბევრი სხვა თანდევი მოთხოვნები არსებობს. ცხადია, მაგრამ მთავარი და მეტა მოთხოვნა არის ეს, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე, რომ სხვა ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც ახლა რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან და მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იქნება ამ ქვეყანაში მშვიდი ცხოვრება, თუ ამ ქვეყანაში არ ჩატარდა ახალი სამართლიანი არჩევნები და ნებისმიერ ჩვენგან შეიძლება კონდეს მოლოდინი, რომ 2 და 3 თვეში ისევ მოუწიოს ციხეში წასვლა გაუგებარი და გაუგონარი ბრალდებით. ამიტომ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ახალი არჩევნები, რომ შეიცვალოს ეს სისტემა და ამის თანდევი არის სხვა ყველა დანარჩენი პრობლემა, რომელიც გვაქვს, მათ შორის რეჟიმის ტყვეები, რომლებიც ახლა საპრობლემში იმყოფებიან და მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადო. ასევე ჩემი მხარდაჭერა მათ და სოლიდარობა და ისინი აუცილებლად იქნებიან თავისუფლები და ისინი აუცილებლად იცხოვრებენ თავისუფალ ქვეყანაში. მე ძალიან მიხარია, რომ ეს საპროტესტო მსვლელობები და ეგრეთ წოდებული მარშები რაღაცნაირად უფრო და უფრო მრავლდება და მრავალფეროვანი ხდება, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები რაღაცნაირად ერთიან მსვლელობას უერთდებიან და 21 დღე არის დღეს სანდრომ აღნიშნა და არ ვიცი მე კიდე რამდენი დღე დაგვრჩა საბრძოლველად, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ უკან დახევის დრო და უფლება არ გვაქვს და ეს ბრძოლა საბოლოოდ უნდა მივიყვანოთ საბოლოო გამარჯვებამდე და ამის იმედი მაქვს. ხო, მე არაერთხელ მithქვას, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით მარათონის რეჟიმში და მე ვფიქრობ, რომ გრძელი მარათონის ბოლოსკენ ვართ, უბრალოდ არ ვიცით ეს ბოლო ფინიშის ხაზამდე რამდენია დარჩენილი, იმიტომ რომ ბევრი დინამიური პროცესია და ბევრი რამ ხდება გზადაგზა. უბრალოდ არ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ხვალზე შეიძლება რაღაც დამთავრდეს, თუმცა შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ უნდა ესეც არ ვიცით, ხო, რამდენი ხანი მზად გრძელვადიანი წინააღმდეგობისთვის, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ ასე ვთქვათ სასტიკ რეჟიმთან ბრძოლა და არავინ არ იცის თუ რას მოიმოქმედებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, თუმცა მე არაერთხელ მithქვას, რომ ძალიან გრძელი ხანგრძლივი ბრძოლის ბოლოსკენ ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ გასული 21 დღის განმავლობაში, რადგან უკვე შემოუბრუნებლობის წერტილი გავლილია და ძალიან ბევრი დევს ფსონზე, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება მართლა რამდენიმე დღეში დასრულდეს ეს ყველაფერი და შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, კაცმა არ იცის რამდენ ხანი. და ვიყოთ ყველაფერი. ისევ და ისევ მახსენდება უფროსი თაობის სიტყვები, როდესაც 90-იან წლებში, 99 წელს დაიწყო ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და გამოცხადდა მთელი მსვლელობა იყო საპროტესტო აქციების და შემდეგ ამას მოყვა 9 აპრილი და დამოუკიდებლობის დღე და ასე შემდეგ, მაშინ მახსოვს, რომ ეს უფროსი თაობის ადამიანები იძახდნენ, რომ ეხლა იწყება ეს ჩვენ გვეგონა, რომ რაღაცნაირად დასრულდა თავისუფლებისთვის ბრძოლა, მაგრამ რეალურად ის იყო დასაწყისი, რომლის დასასრულიც ეხლა უნდა იყოს ამ ბრძოლის, ასე ვფიქრობ. ადამიანები თავისუფლებისთვის ყოველდღურად უნდა იბრძოდნენ ნამდვილად. ძალიან რთული არის ხოლმე ამ ხანგრძლივ ბრძოლაში ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ ხოლმე შენ შუა დღეში, რომ ვილაპარაკოთ ფსიქოლოგთან ერთად, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რაღაცნაირად შემზადებულები ვიყოთ და გავამხნევოთ ჩვენი თავები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სისტემურ ცვლილებებზე საუბარი. ია ბერსენაძესთან ერთად საუბრობთ ხოლმე ოთხშაბათობით, ია დღეს ჩვენთან ერთად არის და მოგესალმები და ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბროთ დღეს, გლოვის ფაზებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა არის ზოგადად ადამიანების ცხოვრებაში, იმიტომ რომ გლოვის ფაზა არის აუცილებლად გასავლელი, რომ ადამიანმა შემდეგ ხელმეორედ დაიწყოს რაღაცნაირად გააგრძელოს ცხოვრება და ასე ვთქვათ ფუნქციური იყოს მისი არსებობა ამ ქვეყანაზე. მოგესალმებით. ხო, ზუსტად გავაგრძელებ იმას, რაზეც თქვენ საუბრობდით, სად არის დასაწყისი და სად არის დასასრული, ამაზეა პრინციპში ის, რაზეც ვსაუბრობთ და თუ რაღაცა იწყება, ერთის მხრივ მაიკო შენც მართალი ხარ, რომ რაღაცა იწყება, თუ იწყება ნიშნავს, რომ სრულდება და მეორე მხრივ სანდროს მართალია, იმიტომ რომ როცა სრულდება, ახალი იწყება, ამიტომ პროცესი მუდმივია. ხო, თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს არ მთავრდება. როგორც პიროვნული განვითარება არასდროს არ მთავრდება. ხო, ადამიანის ამ ცოცხალია ის ვითარდება და
რაღაცა მე გენეტიკის სახით მიშულს გადაეცემა. ამიტომ ესაც მაშინაც კი, როდესაც ადამიანი აღარ არის ცოცხალი, რაღაცა მასთან ერთად არ მთავრდება. ჩვენ ახლა ფუნდამენტური თავისუფლებისთვის ვიბრძვით, მაგრამ მაშინ როდესაც უკან თავისუფლებას მე სხვა ბრძოლები იწყება, მრავალწახნაგოვანია ზოგადად თავისუფალი საზოგადოება, ამიტომ ეს ბრძოლა მუდმივია აბსოლუტურად. ჩვენ შემთხვევაშიც მართლაც მუდმივია და რაღაცნაირად დაუსრულებელიც და თითქოს ამ გლოვის ფაზებიც არ გაგვივლია. სულ გამუდმებით ბრძოლის რეჟიმში ვიმყოფებით. კი ბატონო, ზუსტად აი ეს არის ახლა რაც დამასწარე, მაიკო, შენ თქვი, ზუსტად ის რისი თქმაც მინდოდა. არაფერი არ მთავრდება, მაგრამ ხანდახან ხდება გაჭედვა. რაღაცა ფაზაში ხდება გაჭედვა. სისტემური განლაგება და ზოგადად სისტემური ცნობიერება ამბობს ასეთ რამეს და ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, სულ ორი სიტყვით გავიმეორებ, რომ განვითარება სისტემის, ადამიანის, ოჯახის, სახელმწიფოს, საზოგადოების არ არის ლინეური, არ არის სწორი, ის არის ციკლური, ის არის წრიული, ვთქვათ ესე. და შედგება 4 ძირითადი ეტაპისგან. პირველი ეტაპი ეს არის დაახლოების უნარი, მეორე ეტაპი არის დაკავშირების უნარი, მესამე არის განცალკევება და მეოთხე არის გლოვა. დღეს ვისაუბრებთ გლოვაზე, უბრალოდ სულ ერთი სიტყვით შეგახსენებთ რაზე იყო წინაზე საუბარი. დაახლოება ეს არის ამ წრეზე ადამიანი მუდმივად ტრიალებს, ანუ თუ გაივლის ერთხელ, მაშინ არის შესაძლებელი ჯანსაღად მეორე წრეზე წასვლა, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ან სახელმწიფო, ან საზოგადოება გაივლის გლოვის ფაზას, შესაძლებელია რომ თავიდან დაახლოების ფაზაზე წავიდეს, ანუ განვითარების შემდეგ ციკლზე წავიდეს. ზუსტად იგივე ადამიანებში, იგივეა წყვილებში მაგალითად, ხო, დაშორდა წყვილი, იმ შემთხვევაში თუ წინა ურთიერთობა ემოციური და ფსიქოლოგიურად, ვთქვათ ესე, რომ გადახარშულია რაღაცნაირად, ხო, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი შემდეგი დაკავშირების ფაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება ისევ შევიდეს, მაგალითად, ქორწინებაში ან ურთიერთობაში, მაგრამ რეალურად ეს იქნება გამეორება წინა ურთიერთობის. და ეს ჩივილი იმის შესახებ, რომ რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, როგორც ადამიანის ცხოვრებაში, ისე სახელმწიფოში, ეს ძალიან რელევანტური ჩივილია, ძალიან ხშირად გვესმის ეს ჩივილი. და სწორედ ამის მიზეზი არის. ია, უკაცრავად სანამ გააგრძელებ საუბარს, ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა. იმდენად მართლა უკვე არავინ, ყოველ შემთხვევაში ჩემი თავიდან გამომდინარე, პიროვნულ და პირადზე უკვე ნაკლებად ფიქრობ, იმდენად მოცული ხარ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, იმიტომ რომ პირდაპირ ბმაში ხარ და თითქოს პირადი ბედნიერებებიც კი აღარ არსებობს. აი, ყველაზე ძალიან მიყვარს დეკემბერი და ახალი წელი. ამის განცდაც არ მაქვს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი არის ესე. შეიძლება თუ არა, რომ აი ეს გლოვის ფაზა, რომელიც ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვაქვს, ეს ზუსტად სპეციალურად იყოს მიმართული და გაკეთებული, რომ აი რაღაცნაირად არ დაუტოვო აი ამ გლოვის ფაზის მდგომარეობა ქვეყანას. აი მიზან მიმართულად შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ამყოფო ქვეყანა. პროპაგანდას გულისხმობ რა საკვირველია. ხო, რა თქმა უნდა, მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ის რომ განწყობა არ გვაქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ გლოვის ფაზაში ვართ. თავისთავად და მის ერთ-ერთ ციკლს ნიშნავს. რასაც შენ ამბობ, რეგენერაცია ახლა არ აწყობს ხუნტას. ნამდვილად. ხუნტას ზუსტად კარგი სახელია ხუნტა. ხუნტას არ აწყობს რეგენერაცია. ზუსტად გამსახურდი ახმარობდა ხოლმე ამ სიტყვას ხშირად მახსოვს 90-იან წლებში. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა დღეს ხუნტა არის. ამიტომ ხუნტას არ აწყობს რეგენერაცია, არ აწყობს გაჯანსაღება პროცესების და არ აწყობს ადამიანების დაახლოება. რა თქმა უნდა, პროპაგანდა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. მაგრამ ქვეყნის ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, რაც არ შედის ხოლმე მთავრობის გეგმებში. ძალიან ბევრია ასეთი ისტორიაში. თუმცა ეჭვმეპარება ხუნტას რაიმე ცოდნა და ინფორმაცია კონდეს სისტემებთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ იღებენ რაღაც დავალებას და ასრულებენ და ის დავალებას ვინც იძლევა, მან კარგად იცის ამ სისტემის შესახებ, თორემ ეჭვმეპარება ხუნტამ საერთოდ სისტემა იცოდეს რას ნიშნავს. კი, ვინც მათ დავალებას აძლევთ, ამერწმუნეთ, რომ იმას ძალიან კარგად იციან. ბარე ბევრი რამ. და გასაგებია საიდანაც მოდის ეს რაღაც. სხვანაირი სისტემით, იმიტომ რომ აქ სისტემაზე დგანან, მე მგონი ძალიან კარგად. არა, და სისტემის მართვა იციან ზუსტად რომ არაჩვეულებრივად. ამიტომ ხო, მოკლედ დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რომ პირველი ეს არის დაახლოების საკითხი, როდესაც არის დაახლოების სტიმული, როდესაც მაგალითად რაღაცა დაახლოება შესაძლებელია იყოს ან ეს დაკავშირების თეორია, რაზეც ახლა ვსაუბრობ, შესაძლებელია იყოს ადამიანთან, იდეასთან, მიზანთან, ქვეყანასთან და რა ნივთთან, მაგალითად სახლთანაც კი. ნებისმიერი დასაწყისი ინიციატივა, აზრი, შეგრძნების, ხო, ეს არის დაახლოების უნარი. ადამიანს ან აქვს, ან ქვეყანას ან აქვს, სისტემას თქვათ ესე. ან აქვს ეს უნარი, ან არ აქვს. თუ არ აქვს, ეს ტრაბულია, ტრავის შედეგად არ აქვს. თუ ადამიანი დაახლოვდება, მაშინ იწყება მეორე ფაზა, რომელსაც ვქვია თავად დაკავშირების ფაზა. დაკავშირება ეს არის, რომ მაგალითად ორი ადამიანი დაახლოვდა და ურთიერთობები გადავიდა სხვა ფაზაში. ბევრად უფრო ღრმაში, ბევრად უფრო, ვთქვათ, ხანგრძლივ და უფრო სინერგიულში.
ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, რომ თუ მოხდა დაახლოება და დაკავშირება, აუცილებლად იქნება განცალკევება, მაგრამ ამას ტვინი ეწინააღმდეგება. ანუ თავისთავად რეფლექსია, რომ ადამიანმა და სისტემამ ზოგადად განცალკევება აიცილოს, იმიტომ რომ ეს სტრესის მომტანია. ადამიანს აქვს ორი რეფლექსი: სიამოვნების მიღების და ტკივილის აცილების. ტკივილის აცილების რეფლექსი მუშაობს როგორც რეფლექსი, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ თუ ჩვენ აი როგორც გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა ზამთარი, ზუსტად იმეორებს სხვათა შორის ამას. ზამთარი არის გლოვა, გაზაფხული არის დაახლოება. შენ რანაირად არ უნდა გიყვარდეს შემოდგომა და ზამთარი, ამ პროცესს ვერ შეაჩერებ. შენ შეგიძლია რომ შინაგანად არ მიიღო ეს და ჩავარდე დეპრესიაში და არასწორად იქცეოდე, მაგრამ თავისთავად შემოდგომა და ზამთარი მოვა. ზამთარი შეიძლება არ იყოს თოვლიანი, არ იყოს ყინვიანი, მაგრამ ის მოვა ნებისმიერ შემთხვევაში. დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე. დაახლოვდა ადამიანი იმ დღესვე უნდა იცოდეს, რომ განცალკევება დადგება. ეხლა რა არის განცალკევება? ადამიანი იბადება, იზრდება, კვდება, ხო? შეიძლება გაზრდა ვერ მოასწროს, ისე გარდაიცვალოს, მაგრამ თუ დაიბადება, ხო მოკვდება ნამდვილად. ზუსტად ესე არის ესეც. განცალკევება ეს შესაძლებელია იყოს ფიზიკური განცალკევება, შესაძლებელია იყოს გარდაცვალება, შესაძლებელია იყოს დაშორება, მაგრამ შესაძლებელია იყოს ცვლილება. ცვლილება ადამიანების ურთიერთობაში და ეს ნორმალური არის. მაგრამ ხშირად ცვლილებაც სიკვდილის ტოლფასია ურთიერთობაში და საერთოდ ზოგადად, აი ქვეყანაშიც მაგალითად რა, იმიტომ რომ ცვლილება ეს არის ყოველთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, ახალთან შეგუება, ახალ რეალობაში ყოფნა, გარკვეული ენერგიის დახარჯვა. ადამიანები არ არიან ამისკენ მიდრეკილი, ამიტომ როგორ ვიღაცას სიკვდილიც კი ურჩევნია ცვლილებას, ესეთი შემთხვევებიც არის. იმიტომ რომ სიკვდილი და ცვლილება ტვინისთვის კი არ არის დიდად განსხვავებული რა. ფაქტობრივად რაღაცა ერთი ჟანრიდან არის, თქვათ ასე. ამიტომ დადგება განცალკევება ცვლილების სახით და თუ დადგება განცალკევება, უნდა დადგეს განცალკევების მიღების ფაზები, ანუ გლოვის ფაზები. გლოვა უნდა დადგეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. აი ძალიან ხშირად, როდესაც ახლობელი ადამიანი გარდაიცვლება, ადამიანი შედის გარკვეულ შინაგან პროტესტში ამის მიუღებლობის. მე ყვებოდი ახლა ზუსტად ამას წინათ კლასტერის ტრენინგზე, მე მყავდა ერთი მსმენელი, რომელსაც მეკრანული ისტორია იყო, რატო დაემართა ხა ეს ფსიქიატრიული სპექტრი არ იყო, ჯანმრთელი ადამიანი იყო, ძალიან ტრავმულად განიცადა და დაშორება თავის საყვარელ ადამიანთან. და აკეთებდა ესეთ რამეს, რომ ყიდულობდა ორ ბილეთს თეატრში, მიდიოდა, ჯდებოდა მარტო და გვერდზე მის წარმოსახვაში იჯდა ის ადამიანი, რომელმაც მიატოვა. ეს არ იყო ფსიქიატრიული სპექტრის ადამიანი. როგორი წინააღმდეგობა ქონდა ამ იდეის გააზრებასთან საერთოდ, რომ მთელი თავისი პრინციპში ფსიქოლოგიური სიჯანსაღის მეტნაკლებად სიჯანსაღის ფონზე ეს ადამიანი ამას აკეთებდა, ბუკვალურად აკეთებდა ესეთ რაღაცას, ხო? ანუ შეიძლება ამას საოცარი სახე მიიღოს და ეს არ არის სწორი. გლოვის ფაზა უნდა იყოს გავლილი. ეხლა გლოვას თვითონ ზუსტად ეს არის ბოლბის უკაცრავად როგორ შეიძლება ამ დროს ადამიანს აგრძნობინო რომ ესე არ უნდა მოიქცეს ძალიან რთულია ალბათ ხო მეც მქონია მსგავსი შემთხვევა ჩემს ახლობელთან დაკავშირებით როდესაც მან დაკარგა ახლობელი ადამიანი და თითქოს ის ისე ვიყო აი როგორ უნდა უთხრა ამის შესახებ აი ჩვენ ახლა მუშაობთ მაგალითად ზუსტად სისტემური განლაგების ვორქშოპზე ქონდა ესეთი кейსი აი რამდენიმე დღის წინ რომ ახალგაზრდა ბიჭმა დაკარგა მამა როდესაც პატარა იყო ძალიან ნუ რეალურად მან ვერ იგლოვა მას თქვა ინტელექტუალური მზაობაც არ ქონდა იმისთვის რომ გაეგო რა მოხდა და თან მშობლებმა არიდეს დედამ და ოჯახმა არის და ბუნებრივია ხო ეს გასაგებიც არის აი ეს ძალიან დიდი შეკითხვაა ბავშვები რომ არ მიყავთ პანაშვიდზე უნდა წავიდეს ბავშვი პანაშვიდზე უნდა ნახოს ეს თუ არ უნდა ნახოს რა თქმა უნდა ხა ბავშვი არ უნდა შეესწროს რაღაცა ძალიან ძიმე დრამატულ ესეთ გამოვლინებებს ამ ყველაფერს მაგრამ ბავშვებს ძალიან კარგად ესვით ყველაფერი. ბავშვს ძალიან კარგად გასაგები რა ამ დროს შემოდის სიკვდილის შიში და ეს დატოვებს კვალს მის ცხოვრებაში, მაგრამ არ გამოგლოვება კიდევ უფრო შეიძლება მძიმე კვალი დატოვოს. და ამ სისტემურ განლაგებაში, რომელიც ჩვენ გქონდა ახლა ამ ვორქშოპზე, თვითონ ამ სეტის დროს, განლაგების სეტის დროს, ამ ბიჭმა პირველად იგლოვა თავისი მამა. პირველად იგლოვა თავისი მამა. ფაქტიურად ის ემოციურად დაბრუნდა პანაშვიდზე და ის რაც უნდა გაეკეთებინა მცირეწლოვან ასაკში, გააკეთა ახლა. ისეთ რამები ხდება ხოლმე. უნდა აგლოვო. უნდა გააგებინო ადამიანს, რომ ესე მოხდა. და მოდით ვთქვათ რა არის ეს გლოვის ფაზები. პირველი აი ზუსტად რაზეც საუბრობდით, ეს არის უარყოფა. ადამიანს აქვს რეფლექსი, რომ ეს უარყოს. აი ავიღოთ ძალიან სამწუხარო, მაგრამ ხშირი ფაქტი არის ხოლმე, რომ
დედას გარდაეცვალა შვილი. ხო, ახლა ამას დიდი ტრაგედია რა შეიძლება იყოს. ძალიან ხშირად ამ დროს ხდება ხოლმე რაღაცა ტიპის აცილება და არიდება. და გვინახავს ეს, რომ ვერ იაზრებს ადამიანი მშობელი, რომ ესეთი რამე მოხდა. იმიტომ რომ მთელი აი მან რომ გაისიგრძე განოს ეს დრამა და ტრაგედია, რაც მას თავზე დაატყდა, რეალურად შეიძლება მან ამას მართლა ვერ გაუძლოს. ამიტომ twins აქ რეფლექსია ამისი არიდების ჩვეულებრივად ევოიდენსი რა, რაც არის ძალიან დიდი თავდაცვა და გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ უარყოფა გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეფლექსია, მაგრამ რაღაც დრომდე მერე უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციამ შემოსვლა და ამისი გააზრება და ამ ინფორმაციის მიღება, რომ დასრულდა. ეს ამ სახით მისი ცხოვრება ამ სახით დასრულდა, მაგრამ ცხოვრება არ დასრულებულა. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ რაღაც შემთხვევაში ეს არიდება, შესაძლებელია უარყოფა იყოს ფაქტის და შესაძლებელია უარყოფა იყოს შეგრძნებების, რომელიც ამ ფაქტმა მოგვიტანა. ძალიან ხშირად რეპრესირება შეგრძნებების არის თავად ფაქტის რეპრესირების გარკვეული ესეთი მეორე მხარე. რა და აი არ გრძნობს არაფერს. რატო? იმიტომ რომ იმდენად ტკივილიანია ეს ყველაფერი, რომ გამოსავალი არის რომ უნდა ვიგრძნოთ. ყველა შეგრძნებას აქვს არსებობის უფლება. აუცილებელია ის შემოვიდეს და თუ ჩვენ მას წინააღმდეგობას არ გავუწევთ, ის შემოვა დარჩება იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა და გავა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რეფლექსი, რომელიც რიგ შემთხვევაში ზედმეტად არის გამოვლინებული და უკვე ხდება დისფუნქციური twins-თვის. უარყოფის შემდეგ დგება მეორე ფაზა, რომელიც არის სიბრაზის ფაზა. სიბრაზის ფაზა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულ ან თვითდესტრუქციულ ფაზად, ის არის ნორმალური, ის უნდა შემოვიდეს, ჩვენ ვამბობთ პროტესტის, ბრაზის და ზრწოლის, ანუ შეიძლება ძალიან დიდი სიბრაზე იყოს, ხო? ესეთი აგრესია ძალიან გამოხატული იყოს. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ დანაკარგის დროს ადამიანი თავის უსაფრთხოების ღუზას კარგავს. უსაფრთხოების ღუზა, ანუ უსაფრთხოების ბაზა შეიძლება იყოს ადამიანი იდეა, არ ვიცი, ნებისმიერ რაღაც, მაგალითად, ადამიანმა დაკარგა სახლი, ეს მისთვის ბრაზის საბაბია, იმიტომ რომ გლოვის საბაბია, მისი უსაფრთხოების ბაზა იყო ადამიანი დაკარგა ცალსახად, თავის მიზანთან ვეღარ მივიდა, ანუ მიზანი წაერთვა, ასე ვთქვათ, ხო, შუა გზაზე ასევე დაკარგა და ასე შემდეგ ჩვეულებრივი საკითხი და რამდენადაც მას უსაფრთხოების ღუზა აღარ აქვს და მას წაართვეს ეს უსაფრთხოების ღუზა არის რეალური ჩვეულებრივი რეფლექსური რეაქცია, რომ უნდა გავბრაზდე, დამიბრუნეთ ის რაც ჩემია, ხო, რაც მე მაცოცხლებდა. ამიტომ დგება ბრაზის ფაზა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული. და ვამბობთ, რომ ბრაზი უნდა იყოს ვენტილირებული, ანუ ვენტილაცია უნდა მოხდეს ამ ბრაზის. ზუსტად უკონტროლობრის ხანება ეს ის არის, როდესაც ბრაზი შემოვიდა და ის რეპრესირებული იყო, სადღაც გაჩერდა, დაგროვდა და მერე სადღაც იფეთქა. თუ არ იფეთქა, კიდე უარესი შეიძლება იყოს და სუფთა წყლის ფსიქოსომატიკა წამოვა, სიმსივნეების და ასეთი ძიმე დაავადებების სახით. ამიტომ როდესაც იკავებ ამ. როცა შეკავება. ზოგადად ემოციების შეკავება. ზოგადად ნებისმიერ ემოციის შეკავება, რა თქმა უნდა, მაგრამ ბრაზი არის ერთ-ერთი წამყვანი მანდ რაც კვლევები აჩვენებს ახლა. გლოვის ფაზაზე ხდება ეს ყველაფერი რეალურად. მანამდე ახლა ყველაფერი დაკავშირება და სიახლოვე გადასარევი ფაზები არის, ხო? და ამიტომ ბრაზი უნდა იყოს მიღებული და ისევ იმან იცის რამდენი ხანი უნდა დარჩეს, უნდა იყოს გამოთქმული ჩვენი ტკივილი, უნდა იყოს გამოთქმული ჩვენი პრეტენზია, უნდა იყოს გამოთქმული ჩვენი აი სინანული, ყველაფერი უნდა იყოს გამოთქმული და მაშინ ყველაფერი სწორად მიდის. და ადამიანსაც უნდა ესმოდეს, რომ ჯანსაღი ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინოთ ეს. მოვისმინოთ ერთმანეთის ტკივილი. არ შეიძლება რომ ადამიანს ტკიოდეს ტყუილ უბრალოდ. მას აქვს რაღაცა ლოგიკა, რის გამოც არის ამდგო. მას აქვს ლოგიკა, რის გამოც არის გაბრაზებული. მას აქვს ლოგიკა, რის გამოც აქვს სევდიანი. არის სევდიანი. შეიძლება მე არ მინდა ამის მოსმენა, იმიტომ რომ დანაშაულის გზნობა მეწყება, ხო? მაგრამ უბრალოდ უნდა იყოს ის გამოთქმული. მას აქვს ამისი უფლება კიდევ ერთხელ, მაშინ ყველაფერი სწორად მიდის ხოლმე, ხო? მესამე ეს არის ფაზა, რომელსაც ქვია შიში. ბოდიში სევდა, მესამე არის სევდა. რაც ბუნებრივი ფაზა, იმიტომ რომ ბრაზი ეს არის ხო ესეთი fight and flight რეფლექსი, ანუ გაქცევა ბრძოლის რეფლექსი არის, ჰორმონალურად დატვირთული, აგრესიული ფაზა არის და მთელი ენერგია და ფიქრთა წყობა და ემოციები გადის გარეთ, ანუ გადყორცნა ხდება გარეთ. აი ობიექტს, დასჯის ობიექტს, ასე ვთქვათ, ბრაზის დროს ადამიანი ეძებს გარეთ და გადატანა ხდება გარეთ. ამას მოყვება ჰომეოსტაზიდან გამომდინარე, ანუ ორგანიზმის დაბალანსების უნარიდან გამომდინარე, მოყვება შემდეგი
ფაზა, რომელიც არის სევდა, სინანული და დანაკარგის განცდა. როდესაც ეს ენერგია გარეთ კი აღარ არის გადასროლი, რომელიც შიგნით არის უკვე შეტრიალებული და ვამბობთ, რომ ადამიანი იწყებს ინტროვერსირებას, ანუ საკუთარ თავში ჩახედვას, დასევდიანებას, შეკითხვების დასმას საკუთარი თავისთვის და ასე შემდეგ. და ესაც ნორმალური ფაზა არის. ნახოთ, სევდაც შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად და არც ეს იქნება ნორმალური, რა თქმა უნდა, და არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად რჩებიან სევდაში, მუდმივად რჩებიან აი ამ ფაზაში. აქ ხშირად შემოდის ხოლმე ესეთი დანაშაულის გრძნობები და ეს დანაშაულის გრძნობა აერთიანებს ადამიანს აი ამ ტრამვასთან და არაშორებს მას, აი როგორც გადაბმის რგოლი ისე მუშაობს. აქ შეიძლება შემოვიდეს სასოწარკვეთილება, უნუგეშობა, როგორც მაგალითად ის რომ ჩემი ნუგეშის ერთადერთი წყარო ცოცხალი აღარ არის. მე აღარ ამყავს ჩემი ერთადერთი ნუგეშის წყარო, ამიტომ თითქოს სიცოცხლის აზრი არ აქვს. რაც რა თქმა უნდა შეზღუდული რწმენა არის, გარკვეულია, არასწორი რწმენა არის და დამოკიდებულება არის. იმიტომ რომ ასეთი რამ არ არსებობს, რის გარეშეც ადამიანს სიცოცხლის გაგრძელება არ შეუძლია. სიცოცხლის ენერგია, ეგრეთ წოდებული ლიბიდოს ენერგია, რომელიც არა მარტო სექსუალური ენერგია, არამედ სიცოცხლის ენერგია პირველ რიგში. მას პირობები არსებობისთვის არ ჭირდება. ის არის და არის. დამთავრებული არის. ადამიანში არის ორივე, სიცოცხლის და სიკვდილის, ლიბიდოს და მორტიდოც, მაგრამ როდესაც მორტიდო ძალიან ჭარბობს სიცოცხლის ენერგიაზე, ხო, მაშინ მიდის დისფუნქციები, მაშინ მიდის, კლასიკურად ეს არის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებები ან განხორციელებული დეპრესია, კლინიკური დეპრესია, მათ შორის და ასე შემდეგ, ბევრნაირი სახით. მაგრამ თავისთავად ლიბიდოს კვება მხოლოდ ერთი წყაროდან არ აქვს. ყველაზე ახლობელი ადამიანის თუ გვერდზე არ ამყავს, ყველაზე ფასეული იდეაც თუ გვერდზე არ ამაქვს, სიცოცხლის ფასეულობაზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს. ძალიან კარგი წიგნი აქვს ამასთან დაკავშირებით დაწერილი ტონი მორისონს. ქართულად არის ნათარგმნი, რო არ შევცდე ინგლისურად ვიტყვი დასათაურებას, ქვია beloved. მგონი საყვარელი ქვია ქართულად, არ ვარ დაწურებული როგორ არის. და აი ამაზეა ზუსტად, რომ სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს და ძალიან სწორი დაპირისპირება იქ სხვათა შორის სიცოცხლესა და თავისუფლებას შორის. ხო, იმიტომ რომ აი ზუსტად ის ძალა რაღაც წამში შეიძლება რო არ ელოდები იქიდან მოვიდეს, რაღაცა განათებით, რაღაცა პეიზაჟით, აი რაღაცამ შეიძლება მოქცეს უცბად, საერთოდ რო არ ელოდები და მაგას გრძნობ. ხო. ესე იგი, შემდეგი ფაზა ეს არის შიშის ფაზა. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური, იმიტომ რომ გავიარეთ სიბრაზე, გავიარეთ დასევდიანება და ეხლა უკვე მეშინია. მეშინია იმისი რომ რა იქნება? რა თქმა უნდა, რა იქნება, შეუცნობელი ადამიანს ყოველთვის აშინებს. და შეუცნობელი არის იგივე სიკვდილი. სიკვდილის შიში ყველაზე რა თქმა უნდა სიკვდილი არის, მაგრამ აქ მინდა ერთ რამეს გავუსახაზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ხდება ორი ადამიანის ან ადამიანის თავის დაკავშირების ობიექტთან სიახლოვე და დაკავშირება, ჩვენ ვამბობთ, რომ წარმოვიდგინოთ, რომ ორი სახე არის. ეს პროცესი დაახლოების დროს ეს ორი ადამიანი ერთად მიდის და იმისი დაკავშირების დროს თითქოს ერთმანეთში გადადის. ანუ გარკვეული იდენტობის გადაფარვა ხდება ამ დროს. კვესტაძის ქანდაკება გამახსენდა. ხო, აი ზუსტად ძალიან კარგი მაგალითი აქვს. გარკვეული და შესაძლებელია რიგ შემთხვევაში მთლიანად მოხდეს გადაფარვა იდენტობის. ეხლა არც შევჩერდები იმაზე სწორია თუ არ არის ეს სწორი, მაგრამ თქვათ როგორც ფაქტი. მაგრამ როდესაც იწყება განცალკევება, ორი იდენტობა ერთმანეთთან გამოდის და გლოვის დროს რჩები მარტო საკუთარ თავთან. შიში აქედანაც მოდის. მაგრამ ეს არის უნიკალური მომენტი, რომ ადამიანმა საკუთარ თავთან იდენტიფიცირება მოახდინოს და მიხვდეს, რომ სინამდვილეში როგორია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თვით იდენტიფიცირების პროცესი არის მთავარი, რაზეც დგას ყველაფერი. მე უნდა ვიცოდე მე ვინ ვარ, მე უნდა ვიცოდე ჩემი შესაძლებლობები, მე უნდა ვიცოდე ჩემი შეზღუდვები, ხო? და საერთოდ ეს კრიზისი, იდენტობის კრიზისი, ამაზე მეტი კრიზისი არ არსებობს. არანაირი კრიზისი არ არის იდენტობის კრიზისი მაღლა და ვიცით ჩვენ, რომ მასლოუს პირამიდაში ყველაზე მაღალი საფეხურია, ხო, თვით იდენტიფიცირების და თვით აქტუალიზაციის საკითხი. ამიტომ ეს არის უნიკალური მომენტი ადამიანის ცხოვრებაში, რომ მიხვდეს ვინ არის. რომ თავისი იდენტიფიცირების პროცესში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგას წინ და საკუთარი შესაძლებლობები ჯანსაღად შეაფასოს. ამიტომ ამ ფაზას, რა თქმა უნდა, აქვს უკვე ფაქტობრივად პირველად შემოდის დადებითი ფაზა, როდესაც მე დავრჩი ჩემ თავთან და მე დავინახე ჩემი თავი და მე მივხვდი, რომ მე ვიღაცის გარეშეც ვარ. უბრალოდ მე თუ მომეცა სიცოცხლე, ეს სიცოცხლე უკვე მე მეკუთვნის. ამიტომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, ამას არ ჭირდება სხვა არაფერი.
ეს ძალიან ესეთი თითქოს მარტივი და თითქოს ამავე დროს ძალიან რთული რამე. რის შემდეგაც ხდება გარდატეხა და იწყება დადებითი პროცესები. და შემდეგი და მეხუთე ეს არის მიღება, ემოციური და მენტალური მიღება. ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ. მიღება არ ნიშნავს მოწონებას. მიღება არ ნიშნავს დათანხმებას. მიღება არ ნიშნავს იმას, რომ რაც იყო ყველაფერი გადასარევად იყო. მიღება უბრალოდ მოხდა, ნიშნავს იმას, რომ რაც მოხდა. და ასეთი რამები ხდება ქვეყანაზე და რომ ამაზე უარესებიც ხდება ქვეყანაზე და მე ვერაფერი ვერ დამემართება ისეთი რაც ვიღაცას არ დამართნია და თუ კაცობრიობაში შეძლო ვიღაცამ რომ ამას რაღაცნაირად გაიაროს ეს ეტაპი მე შევძლებ ამას იმიტომ რომ მე ამისი უნარი მაქვს ხო აი ეს არის მიღება ეს საკითხი არის მეტი არაფერი არ არის აქ მიღებას ეწინააღმდეგებიან ემოციურად ადამიანები იმიტომ რომ მათთვის თითქოს ეს არის გლოვის აი ნეგატიურ ფაზებთან გამომშვიდება ერთგულების სქემა. დანაშაულის გზნობა, ყველაფერი არის დანაშაულის გზნობა. დანაშაულის გზნობა იმ ხელა საკითხი არის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვესწოდეს საიდან მოდის ეს დანაშაულის გზნობა. დანაშაულის გზნობა, როდესაც აქ მწვავედ გამოხატული ადამიანს, ეს არის ყოველთვის რაღაცა ტიპის ტრანსგენერაციული. ანუ რაღაცა ტიპის ან გენეტიკიდან მომავალი, ან აი ძალიან ღრმა პერინატალური პერიოდის, მუცლად ყოფნის პერიოდის და ეს გაჩაი მშობიარობა და პირველი 1 წელი და პირველი რაც აქ უნდა ვიკითხოთ ხოლმე, როდესაც დანაშაულის გზნობასთან მუშაობთ, არის ის, რომ იყო თუ არა ის სასურველი შვილი. თუ ის არ იყო სასურველი შვილი, ხო, თავის მშობლებისთვის და იყო საუბარი აბორტზე ან რაღაცაგაზე, აუცილებლად ექნება მას დანაშაულის გზნობა. ისა თავს გრძნობს დამნაშავედ, იმიტომ რომ გაჩნდა. აი ხედავთ საიდან შეიძლება მოდიოდეს და მერე ირეკლება ყველაფერში. მშობელთან, ქმართან, ცოლთან, მეგობართან სამსახურში განცდა გაქვს რომ მუდმივად დამნაშავე ხარ. სინამდვილეში ეს სხვა რაღაციდან მოდის ყველაფერი. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს დანაშაულის გზნობა ძალიან აკავშირებს ადამიანს ნეგატიურ შეგრძნებებთან და იმის მიღებასთან, რომ მას ეკუთვნის სიცოცხლე, ის გაჩნდა და ეს სიცოცხლე არის მისი და სამყაროს უნდოდა რომ ის გაჩენილიყო. და ის გაჩენილიყო ზუსტად ისეთი როგორიც არის. აი იოტით მეტი არა და იოტით ნაკლები. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ყველა ადამიანი არის უნიკალური და ეს ნამდვილად ესე არის. ვამბობთ რომ 140 მილიონი შანსიდან ერთი იყო რომ ასეთი გავჩენილიყავით. აი ჩვენ სამივე, ხო? აი კომბინაციას სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის არ ვიცი როგორ დაითვალეს, მაგრამ ესეთი სტატისტიკა არსებობს. 140 მილიონიდან თუ მე უნდა გავჩენილიყავი უნიკალური ვარ. შეიძლება რომ ჩემი სიცოცხლე იყოს ხელყოფილი და ჩემი ბედნიერება და ჩემი ლიბიდო. არა, არავითარ შემთხვევაში. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მე ვარ საკმარისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ნამდვილად. რის შემდეგაც იწყება და ზოგადად მიღება ეს არის სიკვდილის და მარცხის და აი ამის მიღება, რომელიც ძალიან ფუნდამენტურია. მიღების შემდეგ იწყება ხელახალი განახლება. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელახალი დაკავშირება ან თვითგანახლება. აი ამ ეტაპზე უკვე ადამიანს შეუძლია დაიწყოს დაახლოების პირველი აღქმა. ხელახლა შევიდეს ურთიერთობაში და ეს აღარ იქნება უკვე გამეორება ძველი ურთიერთობის. მაგრამ მხოლოდ ფაზის ბოლომდე გავლის შემდეგ ეს იქნება თვისობრივად ახალი. ანუ როგორც ვამბობ, და ხელგანახლება ეს არის ან ურთიერთობაში ახალი ფაზის დაწყება, ანუ მე ამ ადამიანს სხვანაირად ვხედავ უკვე. აი რაღაცა დამთავრდა, ნეგატიური ფაზა, ძველი დამთავრდა ჩვენ შორის, დაიწყო ახალი და კიდევ უფრო უკეთესი, ხო? იმიტომ რომ განვითარების სტრესმა ჩვენ განვითარების სხვა ეტაპზე გადაგვიყვანა. სხვანაირად შევძელით ერთმანეთს, რომ ხელი გავუწოდოთ და ასე შემდეგ. და გამოცდილებაც მოგცა, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს თვითგანახლება თვითგანახლება არის ესეთი მნიშვნელოვანი ფაზა, რასაც მოყვება პატიება. პატიება, ვისაც არ შეუძლია პატიება, ის არის ან მოძალადე, ან მსხვერპლი. მეტი არ არსებობს. პატიება ეს არის სიცოცხლისთვის აუცილებელი, მეტნაკლებად ჯანსაღი სიცოცხლისთვის აუცილებელი უნარი. არიან ადამიანები, რომელსაც პატიება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ სინამდვილეში ისინი ვერ პატიობენ თავიანთ მშობლებს. და ეძებენ სხვას, ვისაც დასჯიან ამის გამო და არაპატიებენ. და აი ამ მოჯადოებულ წრეში არიან და თვითონ ძალიან ზარალდებიან ამ ყველაფრის გამო, ძალიან დესტრუქციულები ხდებიან და ყველას მის ირგვლივ აზიანებენ ძალიან მძიმედ. რიგ შემთხვევაში ეს ისე მიდის ადამიანი ამ ქვეყნიდან, რომ სიყვარულის არჩევანს არ აკეთებს. ის აკეთებს დასჯის არჩევანს და მიდის ამით. თუმცა ესაც მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვერ ჩავერავით ვერც ერთი ადამიანის ცხოვრებაში, თუ მისი გადაწყვეტილებაა, რომ იცხოვროს დასჯისთვის, ის იცხოვრებს დასჯისთვის. ნებისმიერ მომენტში ადამიანს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მას უნდა ცხოვრება სიყვარულისთვის.
და ამას გააკეთებს, ხო? ამიტომ პატიებაზე გადის ეს ყველაფერი, ხო? აპატიოს იმას, ვისთანაც არაცნობიერად აქვს ეს და როგორც წესი ეს რა თქმა უნდა მშობლები არის ხოლმე, ხო? ამიტომ პატიება, თუ პატიებაში არ ხარჩები, ამ სხერპლად ან მოძალადეთ. ერთი მეორეზე უარესი. თუ დადგება პატიება, დადგება მერვე ფაზა, რომელიც არის უნიშნულოვანესი ფაზა, რომელიც არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ამ წრედზე გავიარეთ ჯანსაღად და ჩვენ მზად ვართ გარკვეული რეგენერაციისთვის და ახალი ეტაპის დაწყებისთვის და ეს არის მადლიერება. როდესაც რომელიც აი ისევ ქვეყნის მიმართებაში თუ გადავალთ, ეგეც არ გქონია. არ გქონია. ჩვენ საერთოდ დადებით ფაზაშიც არა ვართ გადასული. ანუ გაჩერებული ვართ სიბრაზის ფაზაში, ზოგი სევდის ფაზაში და აქ ვტრიალებთ მუდმივად. სევდა სიბრაზე შიში, სევდა სიბრაზე შიში. მიღებაშიც კი არა ვართ გადასული, არამც თუ მადლიერებაში. მადლიერება ზოგადად ითვლება, რომ ვიბრაციულად ყველაზე მაღალი ვიბრაცია არის, თქო რომ შეგრძნებები იზომება, ანუ აქვს გარკვეული ვიბრაციები, ნეგატიურ შეგრძნებებს დაბალი ვიბრაციები აქვს და ის არის ძალიან დამაზიანებელი ჯანმრთელობისთვის მათ შორის ადამიანის და ყველაზე მაღალი ვიბრაციები არის ძალიან სასარგებლო. და ყველაზე მაღალი ვიბრაცია აქვს მადლიერება. სიყვარულზე მაღალი ვიბრაცია აქვს მადლიერებას. არ არის შემთხვევითი, რომ აქ ბოლო არის მადლიერება ზუსტად. აი როდესაც ადამიანი მადლიერი ხდება იმისი, რამაც დააზარალა, ხო, აი მაშინ იწყება ყველაფერი. ჩვენ მაგალითად გქონდა ესეთი кейსი, ძალიან ტრამვული დამოკიდებულება გქონდა ახალგაზრდა გოგოს მამასთან. და ნუ ხარ მოყვები ძამძიმე кейსი იყო ნამდვილად და გასაგები იყო მისი დამოკიდებულებაც, ის ატარებდა მძიმე დამღას, ესეთი ძალიან დესტრუქციული მამის, მე ძალიან მძიმე ფაზა გარემოებაში მოხდა ბიოლოგიური მამა. ძალიან მძიმე გარემოებაში მოხდა ამ კაცის გარდაცვალება და მოკლედ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დამღას ატარებდა თავისი მამის სახით ეს ქალი. და ნუ რა თქმა უნდა ვიმუშავეთ ამაზე და ბოლოს არის ესეთი სოკრატული დიალოგი ქვია, ნუ გარკვეული დიალოგით მიდიხარ რაღაც გააზრებამდე. და ბოლოს მივედით იქამდე, რომ მისი თვისებები, რა თვისებებიც აქვს მას რეალურად. საკმაოდ ძლიერი თვისებების მატარებელი არის ეს ადამიანი და როგორც მას ხედავს ჯგუფი, როგორც მას ხედავდა და მან თვითონ თქვა, რომ არა, მამაჩემი, მე ეს არ მექნებოდა და მადლობა მას იმისთვის, რომ მე დღეს ვარ აქ და ვარ ესეთი, როგორიც ვარ. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, სტრესი ძალიან აძლიერებს ადამიანს, აზიანებს კიდევაც სალსახად, მაგრამ ესეთია ცხოვრება. ვერ გაივლი შენ. მერეშკოვსკი ამბობდა, რევოლუცია на розовой воде не бывает. ანუ რევოლუცია ვერ ხდება ვარდისწყალზეო. რა განვითარება ვერ ხდება ვარდისწყალზე, ვერაფერი ვერ ხდება ესე ვარდისფრად. ყველაფერს აქვს ესეთი მძიმე ფერები. ამიტომ თავისი მარტო ნეგატიურს არ უნდა ვხედავდეთ, უნდა ვხედავდეთ ამაში პოზიტიურსაც. და როდესაც შენ აი ამ მოძალადე მამის მადლიერი ხდები და ამას ემოციურად იაზრებ. აი ერთია რომ ტვინში ანალიტიკურად იაზრებ რაღაცნა, მეორე რომ ემოციურად იაზრებ. მაშინ მადლიერების მომენტი დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ გლოვის ფაზა დასრულებულია და ჩვენ შეგვიძლია რომ კიდე ერთ სიახლოვეზე წავიდეთ და ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ბიბლიურიც არის მადლობა ამ განსაცდელისთვის. მადლობა ამ განსაცდელისთვის. ზუსტად ესე არის და ბიბლია ფაქტობრივად სისტემური განლაგება არის. ხო, ჩვენ ერთ-ერთი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ვაკეთებ განლაგებას, ძალიან არის გატაცებული ბიბლიით და სულ პარალელებს აკეთებს ხოლმე სისტემური განლაგების და ბიბლიის, სისტემური ცოდნის და ბიბლიის და ზუსტად ერთი. მგონი უკეთესი წიგნი არის დაწერილი სისტემური განლაგება. საერთოდ ერთხელ ამბობდა ლევან ბერძენიშვილი ამ სტუდიაში, რომ ფილოლოგებს, რომელიც ფილოლოგი ვარ განათლებით, ერთი ესეთი დაავადება აქვს, რომ ყველა ტექსტ ბიბლიასთან აპარალელებს, ასე ვთქვათ რა, ანუ ადარებს. ყოველთვის, იმიტომ რომ ამაზე უმაღლესი ტექსტი არ არსებობს. ამაზე უმაღლესი ჭეშმარიტება არ არსებობს და ყველაფერი წერია იქ და სინამდვილეში ყველაფრის გამეორება ეს. ერთი სიტყვით დავაჯამებ დღეს ამითი, რომ იმისთვის რომ ჩვენ შევძლოთ გამოვიდეთ იმ მძიმე მდგომარეობიდან, რა მძიმე მდგომარეობაშიც ვართ, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს სად ვართ, რომ საზოგადოება იმყოფება გლოვის ფაზის ნეგატიურ ფერდში, ანუ აქეთან ნაწილში. ეს არის სიბრაზე, ეს არის სევდა, ეს არის შიში, ყველას გვეშინია ხვალინდელი დღის. ყველას გვეშინია იმისი, რაც გველის, გვეშინია საკუთარი მარცხი რო ვაღიაროთ და ეს მარცხი არ არის იქ ამ ბრძოლაში, ეს მარცხი შიში სხვაგან დაიწერა. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ამ პოლარულობას და ეს პოლარულობა ორივე მხრიდან არის დღეს თანაბრად, არ დაიწერა ჩემსა და მათ შორის. ეს დაიწერა სხვაგან.
მაგრამ გამოვლინდა აქ, გამოვლინდა ქუჩაში, გამოვლინდა ბარიკადებზე, ხო? და მე წინაზე ვსაუბრობდი, აი კრიმინალური მენტალიტეტი ეს არის, როცა ადამიანს არ აქვს უსაფრთხოების ბაზა ოჯახში, ძირითადად ეს არის მამის სახით, ან უფროსი ძმის სახით, რომელიც მისთვის უსაფრთხოების ბაზის როლია. ის აუცილებლად ეგრეთ წოდებულ საძმოში პოულობს ამას. და ხდე ის მსხვერპლია, ალყო ის ჩვეულებრივი მსხვერპლია. საინტერესო არის აი კოლექტიური გლოვის დადგომას, როგორ შეიძლება რომ საზოგადოებამ ხელი შეუწყოს, არსებობს ასეთი რამე, რატხან ვამბობთ რომ ეს გლოვა უნდა მოხდეს თუ დადგეს არის როგორ კოლექტიური გლოვა ისედაც არის. უბრალოდ ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი შემდეგ ფაზაში გადასასვლელად, ანუ დადებით ფაზაში გადასასვლელად. და პირველად რეალურად, ეხლა რაც მე თავი მაქვს, როგორ? აი რა შეიძლება მივიღოთ ერთმანეთი. მაიკო, უნდა მივიღოთ ერთმანეთი, უნდა გვესმოდეს, რომ ის ვინც აქეთ დგას და ის ვინც იქით დგას, აბსოლუტურად თანაბარი არის. მე დავესწარი ერთხელ ერთი კონფლიქტის მოგვარების ტრენინგს და იქ იყო ესეთი ძალიან საინტერესო ტექნიკა იყო სხვათა შორის, იცი კონფლიქტი რაში მდგომარეობს, შენ ხარ როგორც დამკვირვებელი და გაძლევენ ორივე მხარის დასაბუთებულ არგუმენტებს, პრეტენზიებს ერთმანეთის მიმართ, სიტუაციის აღქმა და ასე შემდეგ. და კითხულობ და ორივე ერთ და იგივეა. და გეკითხებიან, აბა გამოიცანი რომელი. იდენტიფიცირება ვერ ხდება ამის. აბსოლუტურად იდენტური არის. განცდები, ტკივილი, დამოკიდებულება, თუნდაც არასწორი, არის ერთნაირი. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ. მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე და ნურცნო ვერავინ ვერ მომთხოვს მე ხა რაღაცაში დავეთანხმებ იმას, ვინც ეხლა იქით ამ ხარეს დგას, ხო? მე არ ვამბობ ოღონ ხუნტაზე. ხუნტაზე არის, იმიტომ მაგას ვფიქრობ, რომ ძალიან სული დასაჯერებელია ეხლა მე და კობახიძეს ერთნაირი განცდები გქონდეს ამ ქვეყნის მიმართ, ამიტომ ამას ვიძახი. ზოგადად ვამბობ, ხო? კობახიძე ვისაინტერესებს? კობახიძე, იმიტომ რომ ვიღარ ხალხი უდგას გარკვეული უკან. ადამიანები, რომლებიც ჩემნაირები არიან ზუსტად და გულწრფელად უყვართ თავიანთი სამშობლო. ეს არის მთელი პრობლემა, თორე ხუნტა არის 10-100 ადამიანი და დამთავრდა. ხო, ეგ არავის არასდროს არ აინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც მათ უკან დგანან, არის ეს საზოგადოება, ჩვენ ვიცით რომ არის ეს საზოგადოება და მე ზუსტად ვიცი რომ ის ჩემნაირია და ზუსტად ვიცი რომ მასაც უყვარს სამშობლო და ისაც არის მსხვერპლი. მსხვერპლია საკუთარი საბოლოო ჯამში საკუთარი ოჯახის და საკუთარი მშობლების. და მაქედან მოდის მაინც ყველაფერი. ეგრეა ეგ. როცა იყო ნათქვამი რომ ყველანი ვართ ჩვენ წარმოშობით ჩვენი ბავშვობიდან, ყველა არ არის ეგ ნათქვამი, იმიტომ რომ ნამდვილად იქ დაიწერა ყველაფერი და მე ესე ერთმანეთზე ვათამაშებთ. რა მომენტში ორი ადამიანი გაჩერდება და იტყვის რომ შენ აქ არაფერ შუაში ხარ, მე შენ არ გეთანხმები, მაგრამ მე მესმის შენი, უბრალოდ მესმის. იქიდან იწყება უკვე ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მართლა სულ ვამბობ ხოლმე, მეც ისევ და ისევ ამ ხუნტას არ გულისხმობ საზოგადოება, რომელიც მათ ამ ხუნტას სამწუხაროდ რაღაცნაირად უკან დგას, ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცნაირად აღვმართოთ, ასე ვთქვათ, კლდე და კედელი ამ საზოგადოებას შორის და მოლაპარაკება და საუბარი არის ალბათ უმნიშვნელოვანესი პატიება, შეცდომების აღიარება ხალხთან, რასაკვირველია ხალხთან, მე მათზე საუბარი არ მაქვს და არც მაინტერესებს მათი ამბავი. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ მიმდინარე მოვლენებზე საუბარს და გავისაუბრებით ნათი არაბულს, რომელიც ჩაგვერთვება, რომელიც ამ პოლიციური სისტემის ერთ-ერთი მსხვერპლი არის მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ახლა აღარ იმყოფება ქვეყანაში და ჩაგვერთვება ავსტრიიდან. დაგვალობთ.